კომედიის თემით მინდა რომ დავიწყო. თუ გქონდა საერთოდ ინტერესი ამ სფეროში? ჩემი სიყვარული ალეკო მონხაძიშვილი. შემოთავაზება მაქვს შენთან ოფის მენეჯერი გჭირდებაო და ანუ მაგაც სკეჩებზე გაზრდილი ვიყავი და რომ წარმოვიდგინე რომ ეხლა მე მიშა ანდღოლაძესთან ერთად ნიკა არაბიძესთან ერთად კომუნიკაცია მომეწევდა არ დავფიქრდი და კი მეთქი რა აუცილებლად მეთქი. პირადად საუბარად არ გიყურს. არ მინდა რა არ ვიტყვი. აი ყველაზე უცნაური ფლირტი რა უცდიათ შენი მიმართულებით. ვარ უცალო, არ მყოლია ბეძებს სიყვარულს, ვარ თბილი, რომანტიკული, ყურადღებიანი, კარგი ადამიანი. უკრაინაში მყავდა საყვარელი. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. სანამ ინტერვიუ დაიწყება, ძალიან გთხოვთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ უფრო ფართო მასშტაბში შეხვდეს შემდეგ ჩვენი ინტერვიუ. დღეს ჩვენი სტუმარია ნინი მოხევიშვილი. ნინი, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. შენ? მეც კარგად და გონი საინტერესო გადაცემა გამოგვიო. შენ რა მითხარი, იცი რომ მოგწერე მე? არა მგონიაო რომ კარგად ვისაუბროო და რატო? არა, ვისაუბრო არა. აი ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს ჩემი ცხოვრება ისე საინტერესოდ მეთქი რომ შენი გადაცემისთვის და რატო გონია? მე შემიძლია რომ საინტერესო რაღაცები ვიპოვნო. ნახოთ. შეიძლება მართლა ძალიან საინტერესო გამოვიდეს და უკან წავიღო ჩემი სიტყვით. ნახოთ. მაყურებელი გადაწყვეტს. ბატონო. კომედი მადლობა პირველ რიგში რა მომიწვია, იმიტომ რომ მადლობა, რო გვესტუმრეთ. კომედიის თემით მინდა რომ დავიწყო. საიდანაც გაგიცნო იდეაში ხალხმა, ხო? როგორ მოხვდი და თუ გქონდა საერთოდ ინტერესი ამ სფეროში? დავიწყები იმით, რომ პროფესიით არ ვარ მსახიობი და ვარ ჟურნალისტი და ზუსტად აქედან გამომდინარე მოვხვდი მაგ სფეროში. ჟურნალისტიკას ჩააბარე? კი, ჟურნალისტი ჩავაბარე, ვისწავლე, ყველაფერი დავამთავრე და მუშაობდი რუსთავიორში, იყო კომედი ჯგუფის ერთ-ერთი პროექტი ფარული კონვერტი. მახსოვს. და მანდ ვიყავი ჟურნალისტი, სიუჟეტებს ვაკეთებდი. აი, ჩემი რესურსი რომ ამოწურა და მივხვდი რომ აღარ მინდოდა და გადავწყვიტე რომ წავსულიყავი და ჩემი სიყვარული ალეკო მონხაძიშვილი, პროდიუსერი იყო ამ გადაცემის და არ ვიცი ალბათ უთხრას რომ მიდის ასე შემდეგ რაღაც და დამირეკა. მოეცი შემოთავაზება მაქვს შენთან ოფის მენეჯერი გჭირდებაო და შენი კანდიდატურა განვიხილეთო და შენო რა სიტყვიო და ზოგადად რაღაცა გადაწყვეტლებას ვიღებ როგორ იცი? აი დრო მჭირდება რა ერთი კვირა ერთი თვე. ანუ არც დავფიქრდი, ეგრევე კი მეთქი, იმიტომ რომ ჩათვალე რომ ანუ მაგაც სკეჩებზე გაზრდილი ვიყავი და რომ წარმოვიდგინე რომ ეხლა მე მიშა ანდღოლაძესთან ერთად ნიკა არაბიძესთან ერთად კომუნიკაცია მომეწევდა, არ დავფიქრდი და კი მეთქი რა აუცილებლად მეთქი. მოვხვდი ესე დავიწყე რომ ანუ ეს ჟურნალისტობა გვერდზე მოისროლ, ესე გამოდის. ხე მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვებს უცნება იყო რომ ყოფილიყავი ჟურნალისტი. აი თედი ბავშვი როგორ ვიყავით, აი მიკროფონით დავდიოდი და ოჯახის წევრებს ინტერვიუს რო არწმუნდი და რაღაც და მე ძალიან დიდი ინტერესი მქონდა ავისრულე, მაგრამ ის შეგრძნება არ მქონდა და არ დამიტოვა ყოველ შემთხვევაში, რაც აი ბავშვობაში მოლოდინები რომ მქონდა რა და მივხვდი რომ ჩემი არ იყო და ძალიან მარტივად დავთმე. მიუხედავად ანუ ვიმუშავე 5 წელი ვიყავი დაახლოებით ჟურნალისტი. ნიუსი არ გინდოდა ესე იგი? არა, ნიუსი არის რატო ნიუს ხო მუღამი აქვს? ანუ მუღამი აქვს და პასუხისმგებლობაც ხო აქვს და ჩემიდან გამომდინარე ხო, მე ვიყავი საბავშვო გადაცემაზე იდეალური, ძალიან რაღაც სიუჟეტებს ვაკეთებდი და ნუ ამოვწურე რა ის რაც მქონდა. სკეჩებშიც გნახეთ? კი. არაერთში. კი. და არ გაგიჭირდა ჟურნალისტის იუმორისტული სკეჩების თამაში? ზოგადად კამერებთან მუშაობის გამოცდილება მქონდა. მაგრამ ნუ კამერას უკან ვიტექი და ესე წინ არასოდეს მქონია და გამიჭირდა არა, აი ნახე ხა მოგიყვები რა. ზოგადად ჩემი პირველი ნაბიჯები დაიწყო, გვიანი შეუკეთდებოდა, ამიკო ჩოხარაძეს მიყავდა. და ჭირდებოდა თანაწამყვანი ერთ-ერთი გოგო. ხო? და ალეკო შემოვიდა. და მეუბნება რომ ესე ორ დღეშო გადაცემის ჩაწერა გვაქვსო და მოემზადეო და ზოგადად ნახე, როდესაც სცენარისტები და პროდიუსერები ხდებოდნენ და გადაცემა იგეგმებოდა, მეც იქ ვიყავი, იმიტომ რომ და ამერიკა მსახიობთან, მასთან ვიზაჟისტთან, ან გამზადებაში შენ ჩავთვალე რომ უნდა გამზადებულიყო მაგაში და ნუ კაი მეთქი უბრალოდ რომ მითხარი ვინ დავიბარო და არავინ შენ უნდა იყო რა და მე ისაც ვიქნები მე რა უნდა გავაკეთო თქვა შენ უნდა იყო და ზოგადად ალეკოს აქვს საოცარი იუმორი, ანუ სერიოზული სახით გიყურებს და ვერ ხვდები მეღადავება თუ არა და ჩავთვლი მეღადავება თქო. გამოვიდა ჩვენი თომა სცენარისტი ტექსტი დამიდო სიმღერის ანუ როგით ახლა მაგათ ხვერით გვერა, მაგრამ სმენა მაქვს. გამიზადებ და წავედი და სიმღერა უნდა ჩავწეროთო. აი როგორ წავედი, იცი? აი ცარა, აი ხა მე რა უნდა ვიმღერო ან რა გადაცემა და სიმღერა ჩავწერეთ და ხოლო გადაღება გაქვსო და ოღონდ როგორი გადაღება, იცი? აი
მთელი ტელევიზია რო ემზადება, რომ ახალი გადაცემა შედის და ყველას რაღაც დიდი მოლოდინები აქვს და ანუ მე, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ მაქვს, უნდა დავდგე ამიკო ჩოხარაძესთან ერთად და ვიმღერო. ანუ წნევა დამივარ და თუ რამე დაავადება მქონდა ყველაფერი გამიმძაფრდა, ანუ ძალიან ცოტად ვიყავი. ზოგადად ემოციური ვარ რა. აი ამ ხელას ისე გარდაქმნი რომ არ ვიცი. ანუ ძალიან დასტრესირებული ვიყავი და მეთქი მე ხელს არ გიშლიდა? მიშლიდა მანამდე სანამ კამერები ჩაირთვებოდა. ხო, მესმის. იცი რა მომენტი მქონა, განაჩემ თავზე ვფიქრობდი, იმ დროს ვფიქრობდი, რომ აი თუნდაც ის წამყვანი არ დავაზარალო იმ ხრივ, რომ მე რამდენიმე დუბლის ჩაწერა დამჭირდეს. ის ამ დროს შეიძლება დაიღალოს ვიღაცა ოპერატორი იტყვის, რომ აუ ეხა ვერ ეგ ძალიან ისა. ოპერატორობა გენაცვალეთ, მაგრამ ჩვენ გძნობთ ყველაფერს, როგორ იძახით აუს ჩუმადაც. კი, ანუ იცი რა არის, მეც ბევრჯერ მithქვამს. კი, ჩვენც გითხოს რა თქმა უნდა. ხო, იმიტომ რომ ძალიან რთულია, ეხა ნუ ძალიან რთული პროფესია ვაღიარებ. და ანუ დადგა ეს დღეს სიმღერა უნდა ჩაწერილიყო და გადაცემა უბრალოდ და ზუსტად ორ ტუბში ჩავწერეთ და იდეალური გამოვიდა. ბედნიერი იყავი შენც? ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ჯერ იმ ხელა ის ქონდა გამოხმაურება და ანუ თან არავინ არ იცოდა რა, ჩემებმაც კი არ ელოდებოდნენ. ჩვენ როგორც სამსახურში წავედი და მეორე დღეს ნინი უცბად ტელევიზორში გამოვიდა და ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ისე ფართო მასშტაბით, თორემ მანამდე იყო რაღაცა პატარა ეპიზოდური როლები ამ კომედის სკეჩებში. ხო, აი მე მახსოვს. მე მახსოვს ყველაფერი კი. კი, პატარა ეპიზოდური როლები მქონდა და ის მოხიც მაგაზეს რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი და მე უკვე განვითარდა და განვითარდა რა. მოვიწამლე. რამდენი წელი იმუშავე? სულ 7 წელი. ძალიან ბევრი იუმორისტთან მქონია შეხება და აი რა დაასკვენი, რაზე არ შეიძლება ხუმრობა. ზოგადად, ჩემთვის აი ბევრჯერ გამცინები, მაგრამ შავი იუმორი არის ძალიან მიუღებელი. შავი იუმორი არის მიუღებელი? აი შეიძლება ბევრჯერ გამცინებოდა, მაგრამ როგორ ვიყავ, იცი ხმ ერთობატია რატო გამიცინე, რაღაცები მჭირდა და ხო. ალბათ ვერასდროს ვერ მივიღებ და მიუღებოდა ჩემთვის ადამიანის ჯანმრთელობაზე და რელიგიაზე რა. რა თქმა უნდა, გეთანხმებ. რაღაცა ტაბუდადებული თემებია, რომელსაც მე თორე ბევრი დამიცინია კი არა, ვიღადავებოდი ხოლმე ბევრს და რაღაცა მე კი მინანია, მაგრამ აი ეს რაღაცა ორი მემართულება რომ ვერა. ახლა ამდენი ცნობილი იუმორისტი და ვინ არის საქართველოში საუკეთესო იუმორისტი შენი აზრით? ვისთანაც გქონია შეხება? ხა მე ცოტა გამიჭირდება და ჩემთან ცოტა უხერხული იქნება ვიღაცა კონკრეტული ერთი დავასახელო. საინტერესო იქნება. ბევრი. იცი რა არის, ალბათ მიშა ანდღოლაძეს გამოვყო. იმიტომ რომ მიშას ის პერიოდი სანამ უშუალოდ სკეჩი ჩაიწერება იმ ხელაშრობას ითხოვს და ისე ემზადება და იმდენად მოტივირებულია და მუშაობს რომ ჩემთვის ხო პასუხისმგებლიანი ჭერია და ნუ მე უკვე ეკრანზე ვხედავთ რა და როგორ გადმოგდა ალბათ ჩემთვის პირველი მიშაა და მე უკვე ძალიან მიყვარს ეხა და ძალიან მიყვარს ყველა და მოვიკითხავ აქეთ. აი საუკეთესო ადგილი კომედი იყო ტელევიზიაში? ანუ რაც გიმუშავია ყო საუკეთესო? კი, აი არ ვიცი ხო ალბათ მგონია რომ გამიმართლა მეთქე. რა იმ დროს მე რაღაცაზე უარი მეთქვა, მე შეიძლება მენანდა და შეიძლება აქაც არ ვშტარიყავი, ამიტომ ვფიქრობ რომ კი. მოკლედ TikTok-ზე ძალიან ბევრი გამომწერი ყავს. ეგრე ხო ჩვენს ქვეყანაში ეგეთ რეალობაა, რომ შესაძლოა TikTok-ზე ძალიან ბევრი გამომწერი ყავს, მე პორტირდები YouTube-ზე. კი. შენ შემთხვევაში რა ხდება და რატო არ ჩანხარ YouTube-ზე? მე სტერეოტიპი დავამსხვრია სავარაუდოდ. რატო? ანუ აი არ ვიცი. აი ტელევიზიისგან რითი განსხვავდება YouTube? და ფიქრობ და რატო არ ფიქრობ უბრალოდ რომ შემოხვიდე YouTube-ზე? დიდი შრომა უნდა ვიცით. შრომა ხო უნდა, ანუ ეს ერთი რესურსის ძალიან დიდი უნდა. ტელევიზიაში რა არის? ტელევიზიაში ხა მე რაც შეხება მქონდა ალბათ ჯამში 50 კაცი მუშაობდა ერთ პროექტზე რეალურად და YouTube-ზე რასაც ვუყურებ დაახლოებით 2 კაცი მუშაობს. მგონია რომ ძალიან რთულია. ანუ ყველაფერი შენ თავს უნდა იყო და ეხა ამ ეტაპზე მე მაგის დრო არ მაქვს, იმიტომ რომ ეს შორიდან ხო არ ჩანს, მაგრამ ძალიან რთულია. ეხლა ნუ როგორც აღნიშნე TikTok-ით ვარ დაკავებული ამ ეტაპზე სოციალურ ქსელებით და რეკლამებით. და იცი რა, კარგია მომწონს, მაგრამ ნუ იმ ტელევიზიის იყოს მაინც ვერ შეიძლება. შენ გიყვარს ის ქაოსი, რაც ტელევიზიაში ხდება. აი თვალებში გეტყობ. ჩემი. იკვებები ვაკეთ. კი. აი დროის უკან დაბრუნება რო შეგეძლო ამას ხშირად ვეკითხები სტუმრებს. რა შეცვლიდი? იცი რა, იმ შეცდომებზე რაღაცა ძალიან ბევრი ვისწავლე. და მე მომავალში გამომადგა და ალბათ არაფერს არ შევცვლიდი. ანუ იმით გახდი ის ვინც ხარ ახლა, ხო? კი. შეიძლება ისეთი არ ყოფილიყავი როგორც ხარ. იქნებოდი ნამდვილად კი. კაი, საუკეთესო ადგილი სადაც ყოფილხარ, რომელია? სამგზავროდ? პორტუგალია. პორტუგალია? პორტუგალია. ყველა აქებს ამ პორტუგალიაში. როგორ წავედი პორტუგალიაში? პორტუგალიაში წავედი როგორ იცი? აი მეც ეგრეა რომ მეთქი აი პორტუგალიაში რა. ზოგადად
ჩვენ რაღაცა მეგობრები დავდივართ და თუ იგეგმება მოგზაურობა, იგეგმება დაახლოებით 2-3 თვით ადრე. ესე რომ გავავდგეთ და გავფრინდეთ, არ მქონია, იმიტომ რომ ნუ მიჩვენე რომ წინასწარ დავგეგმოთ. ვათვალიერებდი პორტუგალია, ხო აი ეს რაღაც არ მქონდა რა დიდი მოლოდინები. უბრალოდ მართლა საოცრება დამხვდა. ყველა ბედნიერია, ყველა კაი ხასიათზეა, ყველა გიცინის, აი ძალიან კაია, თან როცა მეგობრებთან ერთად. სამზარეულო როგორი აქვს? თევზის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ. სხვის პროდუქტები, ანუ რა მე რო გითხრათ დიდი გურმანი ვარ ხო მოგატყუებ და არც დიდად ჭავით არ გამოვირჩევი და მე მიყვარს ტკბილეული და ის თავიანთი დამახასიათებელი ტკბილეული რაც ქონდათ, ხო, ტოპ. კი ბატონო, ანუ პორტუგალიაში გავსიჯოთ ტკბილეული. კი და აი ხა ვიყავი ერთი თვის წინ ამსტერდამში. მიუხედავად იმისა, რომ არაფრის მომხმარებელი არ ვარ, რაც რეალურად კაი ხასიათზე გვაყენებს, მაგის და მიუხედავად საოცრება იყო. ხო, ამსტერდამში ესე წავედი რა, მეთქი ამ ამსტერდამში რა და ახლა წავედით ბევრი მეგობრები რა, საოცრება იყო. ძალიან კაი იყო. ისეთი ქვეყანა არის, აი მაგალითად, რომ საქართველოს შემდეგ იქ იცხოვრებდი, ან ჩახვიდოდი და საერთოდ არ დაბრუნდებოდი საქართველოში. ზოგადად ეგ გამორიცხო ღმერთმა არ დამეჭიროს, იმიტომ რომ როგორი ის მაგიცი მგონია რომ ვერშოდ ვერ ვიცხოვრებ საქართველოს გარდა. აი აქ ჩემს სამეგობროსთან ერთად რო ვიყავი ახლა სასვენებლად ბოლოს წასული, ბოლოს რომ უკვე ხვდები რომ 1 წელი გავიდა. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ იმაში. აი სადღაც 5 დღეში ყველას გვეწყება რომ აი უკვე აღარ. კი, აი ნახე, ჩემი ყველაზე მაქსიმუმი არის 1 კვირა რა. 1 კვირის მერე უკვე ძალიან შფოთვები მეწყება და მინდა აქ ჩამოსვლა და არ ვიცი თუ მოხდა სასწაული და რაღაცა გადაწყვეტილება მიღე, ალბათ იტალია უფრო. იტალია არის ჩემთვის ნომერ პირველი. კი, აი ცი რა არის ხალხიც რაღაცნაირად ჩვენ ქართულებს გვანან რა რაღაცნაირად. კი, აი ზუსტად მაგას ვამბობდი ქუჩაში. და მგონია რომ ნაგადაცემაში სამაზე ვისაუბრე. სადაც ალბათ ვიცხოვრობდი, მაგრამ ისიც ან ცხოვრობდი თან. 2 კვირით. ხო, 2 კვირით. აი TikTok-ში რო დაუბრუნდეთ, ძალიან რამდენი გამომწერი გყავს? 139,000 ან შეიძლება 139,000 ბოდიში. რამდენ ხანშია ხვედი 135,000 გამომწერზე? თავიდან 100 როგორ ავედი არ მახსოვს. ან TikTok-ზე არ შევდიოდი. ჩვენებმა რომ მაშინ პანდემიის პერიოდში რო დაიწყო ეს თემო რაღაცას გადავიღებდით დავახო დადებდნენ და როგ ნიშნავდნენ მეშვებოდა და მე ესე აქტიურად დავიწყე ალბათ 2 წელია. 2 წელია აქტიურად. 2 წელია. აი ჩათვალე პანდემიიდან მოყოლებული დღემდე რა ვიცი რამდენი დრო გავიდა, ცოტა დრო არ დამჭირდა. შეათადებ ხოლმე შენს ვიდეოებს სიმღერებს. მე დღეს აი შენ საყვარელი სიმღერა რომელია? დღეს როგორ მინდა ბევრი გელაპარაკ. ანუ მიყვარს დღე იწყება ჩემი მაგ სიმღერით. თან აი ის ვინც დაწერეს ეგ სიმღერა, დედამის მომწერა რა. ისეთ უზაყვარლეს ქალია და მე რა მელაპარაკებოდა რომ აი ეს შრომა ჩადეს ეს ორ მაგათ მიყვარს და აქედან მოვიკითხა. ოღონდ ყველას რატომაც გონია რომ გოგოს პარტიას მე უმღერი. ანუ კომენტარებში კი, რაღაც ხმა გავს რაღაცნაირად. ანუ რომ შენ მღერი არ უმღერი მე ანუ უზაყვარლეს გოგოა და მე არ მღერი, მაგრამ სიმღერა მიყვარს და კარგად მოქმედებს ჩემზე რა. აი 135 ხო სადღაც? 139. 139 400 კაცი არ არის დასაკავი. აი ხარვა ხო ცოტა სხვა ვიძახი, არა 119-ია. ნახე. 139. ზემოთ ვენაც ვარ. 139. აი რატო ყავ ხარ 139,000 ადამიანს გამოწერილი? რასაკეთებ? არ მე ვიცი რასაკეთებ იმ კონტენტს. მე მგონია რომ აი ვარ სოციალურ ქსელებში ვარ ისეთი როგორც რეალურად ვარ და ანუ არ ვთამაშობ და აი არაფერზე ძმეც არ ვაკეთებ ალბათ და ეგ მოწონს ხალხს რა ანუ ხელოვნური არ ვარ ალბათ რა შევეხსოვდეთ გამოდის მაგრამ აი გულწრფელი ვარ რაღაცას არ რეკლამებ ვარეკლამებ მაგრამ ნახე ჯერ პირადად ცდი პროდუქტს რაც არის იქნება და სახის პროდუქტული საშუალება მივხვდი უკვე სად მივდიოდი ხო კი მივხვდი ან ჯერ საკუთარ თავს ავწდი და მე ვუზიარებ იმიტომ რომ მქონდა მსგავსი გამოცდილება რომ ვიღაცის რეკლამის ხარჯზე რაღაცა ვიყიდე, მოვიხმარე და ძალიან ცუდი შედეგი მომცა და ამიტომ ძალიან მეშინია, იმიტომ რომ პასუხისმგებელი შენ ხარ. ასე არ დაარეკლამებ არასდროს. გასახდომი საშუალებები რო არის. ბევრჯერ მქონია შემოთავაზება და ბევრჯერ რო უარი მithქვავს, იმიტომ რომ ანუ არ არის რა ჩემთვის მისაღები ყველაფერი, იმიტომ რომ აზიანებს. კი ბატონო, გეთანხმები? და ნუ დაარეკლამებ მეგობრებო, მე ძალიან ბევრი ნაცნობი ჩემხვედრია, ვინც არეკლამებს და კი. რა ვიცი, ცოტა ისეთია. ხო, ანუ არ მიიღეს არანაირი თანხის სამსხად. ხო, თან ადამიანს აზიანებ. აუცილებლად. ხო. კი, შედეგი არ აქვს. რომელი კონტენტი გაღიზიანებს? ჭამის. და ზოგადად ნახე მეც მქონია რამდენიმე კომპანიასთან მითანამშრომლია რაღაცა რომ კვების ობიექტთან გამოგზავნეს ჭამი, მაგრამ ნახე შეიძლება ჭამდე, მაგრამ მიკროფონი რო გიკეთია და კიდე მიკროფონში რო ახრამუნებ და ის ცუდად ხვდები. ჩემი ვალალო, შენ გარდა. ვალალო, რა ვიცანი გადაღებაზე უსაყვარლესია, მაგრამ მაგის ვიდეოები რომ ხვდება ვერ ვიტა.
ბოდიში. ბოდიში რა ვქნა? ხო, ანუ ვერც ამოვჭრით. ხო, არა, ჩემთვის ის არის რა ქვია. აი არა. ესე ქართველი ბევრი ყავს ფუდბლოგერი ყავს? ყველა დაბლოკილი ყავს. ანუ მოპედით, მაგრამ ყველა დაბლოკილი ყავს. აი, ცოტათ მოქმედებს ჩემს საშემო იმათაც დაბლოკილი ყავ, არ ვიცი, მაგრამ მე დაბლოკილი ყავს ყველა. კი ბატონო. ამდენ გამომწერი ყავს კიდე ერთხელ უსვავ ხაზს და ძალიან ბევრი მამაკაცი იქნება და დარწმუნებული ვარ ამ გამომწერებიდან. აი, ყველაზე უცნაური ფლირტი რა უცდიათ შენი მიმართულებით. ზოგადად ნახე რა პროგრამა. თან შენი უმორისტებთან მუშაობდი, ეგეთ რაღაცებს დააკვირდებდი, მე გაიცნებდით ხოლმე. ხო, საუკეთესო ესენი რო გაქვს. ხო, ჩამონათვალე. ჩამონათვალში მყავს, ხა ორია განსაკუთრებულად მიყვარს. ერთი წერს რო დაგიმტკიცო შენ დაგიგრძნობებია. ეგეთ რაღაცებს. შენ გულსო, შენ ხელის გულზე მოვათავსებ და შენ გააკონტროლე მისი პეთქვალ. ანუ კლავდი კაცი. ეგ იყო ერთი და ერთი არის ჩემი სიყვარული. შენახული აქვს. ფეივორიტებში მაქვს შენახული, იმიტომ რომ ცუდ ხასიათზე რო ვარ, თვითონ ვოთ შეგახედებ ვინ იწერება ამ ყველაფერს. და ეხა გაჩვენე. აურა, კაი კაცი. სან. ვარ უცვალო, ან მყოლია ბეძებს სიყვარულს, ვარ თბილი, რომანტიკული, ყურადღებიანი, კარგი ადამიანი. უკრაინაში მყავდა საყვარელი. ჩაგაბარა. ყველაფერი გითხრა ხო უკრაინაში. დაიწყო პირდაპირობით, არ დამიმალა. უკრაინაში მყავდა საყვარელი. და მე შენ არ გაგიკვირდეს კაცო. მამაკაცის ერთი რეცფლეგი რა არის? ალბათ უდიდესი აიჭიანობა. აი ვერაფრით. ნუ რა რეცფლეგში ითვლება წესით ეგ რა, ხო, აი ალბათ ყოფობა უფრო ყოველ შემთხვევაში ჩემი გადასახედიდან, როგორ ადამიანთანაც არ ვიქნები, ეს არის იჭვენი ადამიანი. და green flag-ი? იუმორის გზნობა. იუმორის გზნობა? იუმორის გზნობა ხო ისეთი საკამათოა. შეიძლება ვიღაცის იუმორი მოგწონდეს, ვიღაცის არა. ბიჭო, იცი რა არის? ჩემი იუმორი უნდა ეცინებოდეს. შენ ხუმრობაზე? თუ არ ეცინებოდა ძალით იცინის? ეგრევე შევატყობ. ხო. და ეგრევე რეცფლეგებში ხუმრობებს წერდი ისე? არა. აი გამბიცი არ მქონია არასდროს, აი პასტა და ფურცელი ამეღო და დამეწერა. ხუმრობა დაგეწერა. და ისეთი ხუმრობა თუ გითამაშია, რომ არ მოგწონდა. მე რო არაფერი ჩემი დღემდე არაფერი არ მომწონს. ეხა რო ჩამართო რაღაცა და მითხარ და შენ რო გაგიცნეს არ მომეწონს. მე მაქვს ეგეთი საშინელი ის, რომ ჩემ გადაცემას რო უსმენ მაღაზიანებს და რაღაცა ეგრე ხარ შენც? თავიდან განსაკუთრებით და მე უკვე როგორ ვიყავ ვიცი? ნუ ნალბა რა ვიცი ცოტა მივეჩვე, მაგრამ არა ხო, დღეს რომ მკითხო რაღაცა მოგწონს და ძალიან ერთეული მექნება, ალბათ ჩამონათვალნი რომ რაღაცა კონკრეტული თქვა რომ კი. მე ხა მასანკანის პერიოდში და ქართული ლიგის პერიოდშიც იყო რომ აი რაღაც ხუმრობას როდესაც წერდით ფიქრობდით ერთად, აი სცენარში აწყო და რაღაცა იქ ხო იცი რაღაც ისეთ ხუმრობებს არის ყველა მაგარი ხუმრობა ვერაა და გიწევს ბუნებრივია რაღაც ისეთ ხუმრობის თამაში. შინაგანად აი ესპანურ სიცხულს რო ეძახიან, ეგ მიმართებოდა ხოლმე. ეგ თუ გჭირდა, ეგ მაინტერესებს. აი ეს კი ხო? კი, აი კრინჯი, ხო, რო იქ რო კრინჯოს ხო, რო ბურძგლავს. მაშინ ის ჩემ დროს ექსით ყარი იყო. ხო, კრინჯი არ იყო. არ იყო. კრინჯი ახლა შემოვიდა, ხო მომდაში. ეხლა ხო, ეხლა შემოვიდა და ის არის რა ქვია, ვიღაცას რო უთქვამს, რომ აი მაგარი სასაცილო იყო, რა სასაცილო საერთოდ არ იყო, მაგას ვონებოდა. ხო, რა ვიცი. და ის არ გაღიზიანებდა რომ აუთქვენ რა გიჭირთ გიცინით და რაღაცეები და სამსახურში. დღემდეა? დღემდეა, კი. დღემდეა რომ ჯერ თუ რა გიჭირთ მაგრად ხარც და ის და ხო რა არის. ეკრანზე რო შეხარ და ყველას რომ მილიონერი გონი ხარ ეგეც ხო მაგარი. ანუ ისეთი უცხო ადამიანები წერენ რომ რაღაცა ჩამერიცხეთ თან ხო და შენ რა გიჭირს ახლა გააქვს შენთვის ეგ არაფერი არ არის რომ რეალურად არის. რეალურად არის. ყველაზე ძვირიანი რა გიყიდია მაშინ შენთვის? ჩემთვის ალბათ ტელეფონი ესეთი ძვირიანი. მანქანა არ მიყიდია. წერაც თორე ალბათ შემდეგ მანქანა იქნება. და აი მე ყველაზე დიდი ფული ტელეფონი არ ვიცი შეიძლება რაღაც სხვას გაგახსენდეს ახლა. ხა. რაც დაგიხარჯავს. და მე არ გინანია. მოგზაურობაში. მოგზაურობა? რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი? ვაიმე. ესე იგი საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, თურქეთი. თურქეთი არ მომეწონა. თურქეთი არის. სტამბოლში ვიყავ. სტამბოლში ვიყავი, ეხლა მეც მოგზაურობ. მე რაზე შევწუხდი, იცი? ჯინსები და შლოყონცები რო. ხო. და ვარანო. და ყველგან კატები რო, აუსაშინელება. კატები ანუ აი საგიჟეთი იყო. კატასაც გააჩნია, ანუ ყველგან კატისუნია. ხო, არ ვიცი, მე ხალხიდან გამომდინარე არ ვიცი. ხალხიდანაც გამომდინარე ძალიან დავისტრესე ისე. აი ის საფრანგეთში ნუ ვიყავი შარშაზაფონში და ვიყავი კანინსა მონაკო. და ხო აი დიდი სუნებით კანშიც ვიცხოვრებდი. იცხოვრებდი 2 კვირა.
ერთი თვე. ერთი თვე რა იქ. ვიყარებთ. კი. კიდე სად ვერ დავყავდი. ნუ ისე არ მახსენდება რა. ან მე მოგზაურობა მიყვარს, მაგრამ ფრენიშიში მაქვს ძალიან დიდი და რა მქონდეს, ალბათ უფრო მეც ვიმოგზაურებდი. ფრენიშიში აგეკიდა თუ გქონდა სულ? ან ნახე პირველობა ფრენა ზოგადად სიმაღლის შიში მაქვს. და ეგ მომენტიც მქონდა, მე არ ვიცი. არ ვიცი, ზოგადად მეშინია რა. რომ მკითხო ისი გეშინია? არ ვიცი, ვერ გეტყვი, ეგრე ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად მიიჩნევა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საჯიში ტრანსპორტია ამ შემთხვევაში არა. და ისე ზოგადად რისი გეშინია? ზოგადად, ნუ აი საყვარელი ადამიანების ან ცუდად გახდომის, ან რაღაცა ხო გქონდა იმდენად ემოციური ვარ, გეუბნები რომ შეიძლება რა ვიღაცა მითხრას რომ აი რა ეს მტკივა და ვიდარდო, სერიოზულად ვიდარდო. ეხლა როდესაც ის პროდიუსინგის ნაწილი ქონდა ჩაბარებული ეს სტუმრებთან და მენეჯმენტი დროის ამბები. მან ხო ვიცი და მე ვიცი მაგალითად იქ რა საგიჟეც ხდება რა. აი მან რო ვიღაცა მოგატყუებდა რო დღეს ვერ მოვდივარ. აი მაგ დროს რა შევოდი ეგეთი ემოციური რო ხარ. ან სახშირი იყო ეგ. ხო, ვიცი. სახშირი არა. ჩაოლებრივი ის არის ხო რა, მომენტი. უკვე რომ ჩათვალე იქ. გასახიან მაგას ეთერის აყირავებას. ხო, ეგ იყო. მყავდა მე ძალიან საყვარელი ბიჭი იყო. ყველა იცნობთ მეგობრებს ხო? ჩემს ძეს ოხმარი. ეს დაუბარი ხო, ჩემი გადამჩენელი იყო რა თქმა უნდა. ის ხო, იმ გავცინეზე, მაგრამ სხვა პროექტებზე? პროექტებზე ესე აი რო გითხარო. ნუ სტუმარი ერთადერთი რაც მახსოვს რომ მე მგონი ისევ გვიანი შევიწერებოდა ან ნიკა არაბიძის შევდა სტუმარმა და რეკა რომ ცუდად ვარ და ვერ მოვდივარო და ჩვენები შევიდნენ ისევ რა გადაცემა იდეალური გამოვიდა მე მგონი უფრო კაი გამოვიდა კი ბატონო აი ეს SMS-ები ვნახეთ უცნაური კომპლიმენტები და ყველაზე უცნაური საჩუქარი მამაკაცისგან რა გახსენდება ზოგადად რომ მანებიურები დაჯუქრებით იქ საჩუქრები მიყვარს მეგობრებო. კაი, აი ესე გააგრძელეთ. ესე გააგრძელეთ. მეტი უფრო მეტი შეგიძლია. ყველაზე უცნაური ესეთი რაც იყო, კოვიდის პერიოდი იყო. ცუდად ვიყავი რა შემოწამეთ ეს კოვიდი და მირეკავს ვიღაც რა კურიერიო და სადარბაზოს კარი რომ გამიღოთ და გავდექი ეს ხალათით და პირბადით გავედი და ვიღაცა კაცო შევხედე ძალიან სიმპათიური ბიჭი დღეს მაღალი პირბადე უკეთია საჭმელად გამოვართვი და რაღაცა ძალიან ლამაზი ყუთია რა და ხა ჩემ გონებაში სანამ გავხსნი აი ხა ის იქნება ალბათ უეჯორი ის იქნება და გავხსნე სტაფილო შენ ახალ ვირუსიანი ხარო დასწავლო ხა სტაფილო მოგიხდება და სამი თვე ოჯახმა ვჭამეთ სტაფილო იდეალურად ამდენი სტაფილო იყო სამბე. რა კაია სტაფილო. ხო, თვითონ მოუტანია მე კურიერი, მეგონა, მაგრამ და თვითონ ყოფილა? ხო, თვითონ მე ვიყავიო. რა გინდა ისე რაღაცნაირად სტაფილო? ძალიან ნახე, ნამდვილი წერია, მიხსენებ მაგ თემას და ზედ ორიგინალური საჩუქარი. პირადი საუბარია თუ არ გიყურს? თვითონ სიტყვა რომ მეუნება პირადია გვიცი. ხო, ეს ერთი, მაგრამ ამდენჯერაც რაღაცა თქვი რეალურად. ხო, აი ისე ამოყირა, მე მჯერა ეგეთ რაღაცაებს რა. ან თვალის გჯერა? რაღაცას რო ვიტყვი და რომ ვამბობ რომ აი ხა ბოლოს რა ვიცი მგონი ჟურნალს მივეცი ინტერვიუ და ესეთ ეს მე ძალიან კარგად ვერ მეთქი. ერთ კვირაში ყველაფერი მოხდა, რაც შეიძლება მოხდარიყო ცუდი და არ მინდა რა არ ვიტყვი. მე მგონია რომ ჩვენ ადამიანები უკავშირებთ მე მაგას თორე ეგრე ისედაც მოხდებოდა. კი, ეგ არ შეიძლება. სრუტმანებს გჯერა? ჯეროდა. ეხა აღარ მჯერა. აი კატარო გადაირმას და მე იმას არის. ჩემ ოჯახში ჯერათ, მამა ჩემ მაგალითად. ბაბუა ჩემსაც ჯეროდა. ხო და მე წიკები ამკიდა ჩემო დიდმა ბაბუამ საათი რო ჩერდება და რაღაცები ის მეწყება რა პანიკები. არა მე მაგის არ მაგრამ აი სიზმრების ჯერა. რაღაც ცუდი სამის სიზმრება ვიღაც მიცხოვრებდა და მისმა ვსა დღეს საერთოდ არ გავდივარ. და რომ გონია რაღაც უნდა მოხდეს. მართლა? ой. და ნუ მაქვს რა გამოცილი ალბათ დაემთხვა თორე რა ვიცი. ანუ პირადზე თუ არ მესაუბრები, მე შემიძლია თამამად გადავიდე ამ რუბრიკაზე, რომელსაც ქვია ტოპ 5 და შენ ჩამომითვალე ტოპ 5 ქართველი მამაკაცი. ტოპ 5 ქართველი. ანუ ვიზუალურად ხო? ცნობილიც რო იყოს ახლა სახში რო იცნობს, მარტო ეგეთები არა? აი ხა. ბიჭო, ვინ უნდა ვთქვა? ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩემი სიყვარული. მე ქვევით ვიღას თვლი ნიკოლოზ ბასილაშვილი თუ მეხუთეა. ძა ნიკოლოზი ჩემ ახალგაზრდობაში პროისი ტოპ ბიჭი იყო რა. შენ ახალგაზრდობაში? ხო, პატარა გოგო კი აღარა ვარ. დიდი გოგო ვარ უკვე. მე მეოთხეზე დავაყენოთ თორნიკე გოგრიჭიანი. მესამეზე დავაყენოთ გივიკო ბარათაშვილი. მეორეზე ვინ უნდა ჩავსვა? გიორგი გველესიანი. ჩვენი ნაკრების. და ხო, ძალიან მიყვარს კიდე ქოჩორა. აი, პირველზე ქოჩორა? ხო, ანუ მარტო ვიზუალს არ გულისხმობ ამაში, აი, დადებითი და ესეთი კარგი ადამიანები მგონია და აი, როლ საუბრობენ. ქსია მომნებს მოსმენა, რომ დავაყენებ, გაუშვებ ამ ტელში. საინტერესოა.
ეხლა რას აპირებ სამმაოდ იმისა, რომ ეს TikTok-ზე რეკლამები მესმის ხო. და რაღაცები, მაგრამ აი რას ფიქრობ, სად ფიქრობ მე საკუთარ მაინც თავს? გონია, რომ ჩემი მომავალი ისევ ტელევიზია. ნუ ყოველ შემთხვევაში მინდა, იმიტომ რომ თავს გრძნობ აი ძალიან კარგად და მიყვარს და ალბათ ფიქრობ, რომ დაბრუნდები ტელევიზიაში. მინდა ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებ. მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვესტუმრე. ვფიქრობ მადლობა. ძალიან საინტერესო ინტერვიუა, იმიტომ რომ მე მიყვარს ხოლმე გზაში ინტერვიუების მოსმენა. ესეთი ის მაქვს რა, ციკით ამე ძალიან ბევრს დავდივარ ავტომობილით და მიყვარს ეს პოდკასტები და მოусმენ ხოლმე. ძალიან კარგი. მიდი სხვაებიც მოусმენენ. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.